რა შეიძლება სულ თქვენს პირად ურთიერთობაში? პირველი ვარიანტი. ურთიერთგრძნობები, გულწრფელი დიალოგი, კავშირის დაბალანსება. ურთიერთობაში ჩნდება აღიარება, სიტყვებით ან ქმედებებით. ემოციური თანხვედრა მკაფიო ხდება, მეტი პასუხისმგებლობა და სტაბილურობა. ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და ამბობს, მე ვიცი რა მინდა. სულ მალე ურთიერთობაში გაურკვევლობა იცვლება სიცხადით. ემოციური კავშირი გადადის სტაბილურ ფორმაში, ერთ-ერთი მხარე უფრო მამაკაცური ენერგია და მამაკაცური მხარე იღებს ინიციატივას და ხდის ურთიერთობას უფრო სტაბილურს. მეორე ვარიანტი. სრული გახსნილობა, შედეგების მიღება, რაღაც ციკლის დასრულება და ახალი ეტაპის დასაწყისი ურთიერთობაში. თქვენს ურთიერთობაში იქნება ძველი დაბრკოლებების დასრულება. რაც ადრე იყო გაუგებარი, დასრულდება. ურთიერთობა ნაწილობრივ ან მთლიანად სრული რეზონანსით განვითარდება. სულ მალე ერთ-ერთი მხარე და აქაც უფრო მამაკაცური მხარე გააცნობიერებს და გამოხატავს გულწრფელ გრძნობებს და ემოციებს თქვენს მიმართ. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი ამბობს, მე მზად ვარ ვიყო შენს გვერდით. იცვლება ძველი დაბრკოლებები, ურთიერთობა იძენს სტაბილურობას, იწყება ახალი ეტაპი, მეტი ნდობა, გრძელვადიანი ნაბიჯები, სერიოზული დაპირებები. ეს იქნება ემოციურად მდიდარი, ძლიერი და ნდობის მქონე ეტაპი, სადაც გრძნობები უკვე გადადის ქმედებაში. მესამე ვარიანტი. ურთიერთობის მომავალზე ფიქრი. იმედგაცრუების ან მცირედი სირთულეების დაძლევა. ემოციური მოლოდინი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. სულ მალე შეიძლება გამოჩნდეს კონკრეტული შედეგი ან მოვლენები, რომლებიც აჩვენებს, რომ ურთიერთობა უფრო გრძელვადიან პერსპექტივას შეიძენს. ემოციური ჰარმონია, ოჯახის, კავშირის ან კომფორტის განცდა. ურთიერთობაში იქნება სიხარული და გრძნობების სრული მიღება. ეს ცვლილებები ურთიერთობას მისცემს მდიდარ, სტაბილურ ემოციურ ფონს. ეს აღარ იქნება უბრალოდ ფლირტი ან ბუნდოვანი კავშირი, ამ ურთიერთობაში ჩნდება სიხარული, სადაც ორივე მხარე არის ბედნიერი. სულ მალე თქვენს ურთიერთობაში გაჩნდება სიხარულის სიმყარე და გრძელვადიანი კავშირი, რომელიც ემოციურად წრფელი და მდიდარია.